მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სპორტის დაფა. გუშინ ზაზაფაჩულია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანის გუნდმა Golden State Warriors-მა სტუმრად შეხვედრა ჩაატარა 76ers-თან ფილადელფიაში. სადაც გაიმარჯვეს მათ ანგარიშით 119-ით 108. ზაზაფაჩულიამ პარკეტზე დაჰყო 14 ნახევარი წუთი და სეზონის რეკორდული მაჩვენებელი 16 გოლა მოიპოვა. 16 გოლასთან ერთად მის ანგარიშზე 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. ქართველმა ცენტრმა 5-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და საჯარიმო გამოიყენა 7-დან 6. ძალიან კარგად დაუბრუნდა ტრამვის შემდეგ ზაზაფაჩულია საკუთარ გუნდს და აშკარად ჩანს მისი როლი, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა ამ გუნდში. მით უმეტეს რომ სტეფ კარის არ ქონდა, ასე ვთქვათ, საუკეთესო საღამო, რასაც ჩვენ მიუბრუნდებით, რა თქმა უნდა, ჩვენ სოციალური ქსელის განხილვისას. Season to Zaza from that distance. That's true. Because it's lobbed for a layup, not a dunk finish. Kept getting well. That's a great defensive sense. Zaza. Beautiful pump fake. Chapter 3, Book of Barnett, leapers like to leap. We trickled into this opportunity to broadcast with you guys and cover the Warriors. Great decision. 25 ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა ინგლისის პრემიერ ლიგაში, სადაც ლესტერმა კინგ პაუერ სტადიუმზე უმასპინძლა ლივერპულს და შინ 3-1 დაამარცხა კლაუდიო რაინიერის გარეშე დარჩენილი ლესტერი. საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა მოედანზე და მათ პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჯაფნეს ლივერპული. ანგარიში გახსნა 28 წუთზე ჯეიმი ვარდიმ, 39 წუთზე დენი დრინკვოტერმა გაიტანა შესანიშნავი შორეული დარტყმით, მე-60 წუთზე ვარდიმ თავური დარტყმით დუბლი შეასრულა და 3-0-ით გახადა ანგარიში. ნუ ესე ვთქვათ, პრესტიჟის გოლი გაიტანა ფილიპე კოუტინიომ, რომელმაც 72 წუთზე 1 გოლი გაქვითა, ეგ იყო და ეგ გაუჭირდა იურგენ კლოპის გლუცს უმნიშვნელოს დარჩენილ ლესტერთან ასპარეზობა. უგოლიანი გამოდგა, ასე ვთქვათ, იტალიის სერიაში დაპირისპირება ფიორენტინასა და ტორინოს შორის, გუნდებმა 2 გოლი გაიტანეს და მეორე ტაიმში გაათანაბრა, ასე ვთქვათ, ტორინომ ანგარიში. პირველ ტაიმში ფიორენტინა იგებდა 2-0-ს, მერვე წუთზე საპონარამ გაიტანა პირველი გოლი, კალინიჩმა 38 წუთზე გაიტანა, ხოლო მატჩის გვირად კი ანდრეა ბელოტი იქცა, ტორინოს 23 წლის ფორმატმა მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და ტურინულ გუნდს ქულაც მოუტანა. ჩვენს წინა გადაცემაში გაიგებდით იმასაც, რომ ქართული კლუბები თურქეთში იმყოფებოდნენ შეკრებაზე, მანამ სანამ დაიწყება ეროვნული ლიგა. იქ გახდა, რა თქმა უნდა, დინამო თბილისიც და ჩვენი გადამღები ჯგუფიც, რომელმაც ეს ყველაფერი დააფიქსირა. ჩვენი დღევანდელი სიუჟეტი შეეხება სწორედ დინამო თბილისს და სამტრედიას, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს და ჩვენ ყოველ მომდევნო გადაცემაში, ასე ვთქვათ, ორ გუნდზე ეროვნული ლიგისა გვექნება ესე მოკლე სიუჟეტი, სადაც გაგაცნობთ მათ წინა სასეზონო განწყობებს და იმას თუ როგორ ფორმაში არიან ისინი. ვიხილოთ მიხეილ ნიკოლაიშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი. ეროვნული ლიგა ჩემპიონის მატჩით გაიხსნება. სამტრედიელებმა, რომელთა თურქული შეკრებაც 31 იანვრიდან 16 თებერვლამდე გაგრძელდა, წელს ერთი ტიტულის მოგება უკვე მოასწრეს და პირველ ჩემპიონობას პირველი სუპერთასიც მიამატეს. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში გუნდი ლიდერებმა ზივზივაძემ, არაბულმა ცნობილაძემ და სხვებმა დატოვეს, არის შესაბამისი შევსებაც. შუქურადან გადმოსული ბერიაშვილით, ზუგდიდიდან სამუშიათი, ლოკომოტივიდან ჩაგელიშვილი, ციონიდან კასრაძეთი და უკრაინული დესნადან სუხომლინოვითა და კიდევ რამდენიმე ახალწეულით გია ცეცაძე და მისი გუნდი დანაკლისის შევსებას და ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება. ის ფეხბურთელები, ვინც წავიდნენ, დიდი ხანი ვარჯიშობდნენ სამტრედიაში და ზოგი კიდე უფრო დიდი ხანი ჩემთან. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ახალ ფეხბურთელების მოსვლას ცოტა ადაპტაცია ჭირდება, მაგრამ ეგ არც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავუშვათ ამ ტიტულის შენარჩუნებით არ ვიბრძოლებთ, თან დავუშვათ მაღალი მიზნები. საოცრად მიზანი იგივე იქნება. რა თქმა
თქმა უნდა ტიტულის შენარჩუნება და საქართველოს ჩემპიონობა და მინიმუმ UEFA ზონაში მოხვდა. სამტრედიელებმა სიდეში გამართული შეკრების დროს 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს, რომელთაგანაც ბულგარულ, დუნევს და ლიტვურ ჟალგირის მოუგეს, უკრაინულ კარპატთან და ოლექსანდრიასთან კი შესაბამისად 0-2 და 0-1 დამარცხდნენ. თუმცა მსგავს შეკრებებზე ამხანაგურ თამაშებში ნაჩვენების შედეგები როგორც წესი ნაკლებად მნიშვნელოვანია და აქცენტი უფრო შეთამაშებასა და ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება. ცვლილებები არის და ძირითადად ამაზე მიდიოდა აქცენტი, რომ ახალი ფეხბურთელები გუნდში შეთამაშებულიყვნენ. ახალ რაღაცებს ვამუშავებდით და მე მგონი კარგად ჩაიარა ყველაფერმა ამხანაგურმა თამაშებიც კარგი იყო, კაი გუნდებს შევხვდით. ეროვნული ლიგის გახსნით შეხვედრაში სამტრედია საკუთარ მოედანზე ქობულეთის შუქურას დაუხდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. ახალი სეზონიდან კიდევ ერთხელ ფაქტობრივად ახალი გუნდის ხილვა მოუწევს თბილისის დინამოს გულშემატკივარს. თურქულ შეკრებაზე თბილისელები უკრაინელმა ვიაჩესლავ გროზნიმ წაიყვანა, თუმცა 2 თებერვალს ანტალიიდან მთავარი მწვრთნელის რანგში გუნდთან ერთად კახა კაჭარავა დაბრუნდა. კაჭარავას, რომელსაც დინამოში აქამდეც უმუშავია, ახლა სრულიად ახალი გუნდის შენება უწევს. სატრანსფერო ფანჯრის დროს დინამო 11 ფეხბურთელმა დატოვა და თან ისეთებმა, რომლებიც გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ხვდებოდნენ. რა თქმა უნდა, არის შევსებაც, როგორც ახალგაზრდებით, ასევე გამოცდილი ფეხბურთელებითაც. ნიჭიერი ახალგაზრდებია და მე როგორც ახლა გამოცდილი შემიძლია გადავცე ის გამოცდილება რაც მე მაქვს და მოხარული ვარ ამ ბიჭებთან მუშაობით, იმიტომ რომ მართლა შეუძლიათ ფეხბურთის თამაში და ნიჭიერები არიან და აი გამოჩნდა კიდევ სპორტზე. ჯამში თურქულ შეკრებაზე დინამომ 8 ამხანაგური მატჩი გამართა. აქედან 4 გროზნის, 4 კი კაჭარავას ხელმძღვანელობით. 4-დან 3 მატჩი ახალი მთავარი მწვრთნელის თავკაცობით დინამოელებმა მშრალი ანგარიშით მოიგეს. უკრაინულ ვოლინთან და ოლიმპიკთან შესაბამისად 4-0 და 1-0. შემდეგ 2-0 დაამარცხეს ბორისოვის ბატემ. ბოლო შეხვედრა კი რუსული პრემიერ-ლიგის არსენალთან 1-2 დათმეს. ეს იყო ის 4 მატჩი, რომელიც კაჭარავას გუნდის მოსამზადებლად ჰქონდა და რომლის მიხედვითაც ეროვნული ლიგის სტარტისთვის ძირითადი ბირთვი უნდა შეარჩიოს. ალბათ უკეთესია რომ გუნდი როცა მოდის უკვე ბოლო შეკრებაზე უნდა ჩამოვიდეს დაკომპლექტებული. ჩვენ ფაქტურად ახლა ვიწყებთ გუნდის დაკომპლექტებას და ეს არ არის ადვილი საქმე, ეს რთული საქმეა. ფაქტურად უკვე კარს მოგვადგა სეზონი. დინამოელები ეროვნული ლიგის პირველ შეხვედრაში ფოთის კოლხეთს უმასპინძლებენ. ვიხილეთ ძალიან საინტერესო სიუჟეტი, როგორც მისი დაწყების წინათ გითხარით, მომდევნო გადაცემებშიც გექნებათ მსგავსი სიუჟეტების ხილვის საშუალება, რა თქმა უნდა, სხვა ქართული კლუბების შესახებ. მე კი დაგკვირდით, რომ აუცილებლად მიუბრუნდებოდი Golden State, Philadelphia 76ers-ის დაპირისპირებას და კარის არც თუ ისე კარგ თამაშს ამ მატჩში. შეგვიძლია ვიხილოთ მისი სტატისტიკა, ესე ფურცელზე, ასე ვთქვათ, 19 ქულა, არც თუ ისე ცუდია, თუმცა მან 11 ჯერ სცადა სამქულიანი კორტის განხორციელება და არც ერთხელ არ გამოვიდა. კარიერაში ეს მისთვის ყველაზე უფრო ცუდი მაჩვენებელია. ორქულიანები კი ხედავთ 7 აქვს მას ჩაგდებული და ჯარიმებით მოიპოვა დანარჩენი ქულები. ამაზე ესეთი ხუმრობაც კი გავრცელდა, რომ ბურთი ებძიმა ჯაჭვზე მობმული იყო სტეფ კარისთვის. ძალიან იშვიათია სტეფ კარი სწორედ ის კალათბურთელია, რომელიც სამქულიანების როლით გამოირჩევა და ძალიან იშვიათია, რომ ასეთი ცუდი შედეგი დააფიქსიროს. როგორც მოგახსენეთ, მიუხედავად ამისა, ჩვენი ნაკრების კაპიტნის დახმარებითაც Golden State-მა მოახერხა დაემარცხებინა 76ers. გადავიდეთ სარაგბო ამბავზე, ტულონმა ასე ვთქვათ კონტრაქტი გაუწყვიტა ჯეიმს ოკონორს. ოკონორი ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააკავეს, მას ტრავმა ჰქონდა და საკმაოდ გაუწდა ასე ვთქვათ თამაშები ამ სეზონში. თუმცა ნუ ერთ-ერთი ყველაზე უფრო იმედისმომცემი ახალგაზრდა მორაგბეა ავსტრალიელი და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთ გზას დაადგა. კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა სერგიო აგუეროს სურს რომ გადავიდეს მანჩესტერ სიტიდან მადრიდის რეალში ამ ზაფხულს და საინტერესოა განხორციელდება თუ არა ეს ტრანსფერი. ნუ სიტის ეს ძალიან დაასუსტებს, რა თქმა უნდა, თუმცა რამდენად გააძლიერებს მადრიდის რეალს აგუერო, ეს ცოტა უფრო ასე ვთქვათ კამათის საკითხია. კლაუდიო რანიერი შეიძლება უღალატეს მისმა ფეხბურთელებმა შეიძლება არც ამაზე ასე ვთქვათ ბევრი სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, თუმცა ფაქტია რომ ლესტერ სიტის გულშემატკივარი King Power სტადიუმზე მის გვერდით იდგა გულშინ გამართულ მატჩში, სადაც ლივერპული როგორც უკვე გითხარით დაამარცხა ლესტერმა. სტადიონზე გადაჭედილი იყო ასე ვთქვათ გულშემატკივრების მხრიდან კლაუდიო რანიერის ფოტოებით და აფხრევებდნენ მთელი მატჩის მანძილზე მას.
ეს სამწუხარო ამბავი დორტმუნდის ბორუსიას მარიო გიოტზე გაურკვეველი დროით ასე ვთქვათ გამოეთიშას აქტიურ სპორტს, ვინაიდან დაუსვეს მას დიაგნოზი, რომ მეტაბოლური ასე ვთქვათ არეულობა აქვს ორგანიზმში. ძალიან სამწუხარო, როდესაც ახალგაზრდა სპორტსმენს ასეთი გასაჭირი შეხვდება განსაცდელი უпроსწორად, იმედია მალე დაუბრუნდება გიოტზე მოედნას. ბოლო ორი ასე ვთქვათ ამბავი ზლატან იბრაჰიმოვიჩზე გვაქვს ჩვენ პირველი მისი განცხადება მათ მოიგეს ინგლისის თასი მანჩესტერ იუნაიტედს გულისხმობ რა თქმა უნდა და ზლატანმა განაცხადა რომ მას აქვს ერთი სახლი მხოლოდ საკუთარი მედლებისათვის ვინაიდან იმ სახლში სადაც ცხოვრობს ეს მედლები როგორც ჩანს აღარ ეტევა და მეორე ძალიან საინტერესო ფინალში საუთჰემპტონთან გამარჯვების შემდეგ პოლ პოგბამ განაცხადა რომ თან შეგვიძლია მოусმინოთ რომ ძალიან ბედნიერია რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყიდა რადგან ზლატანმა მიუგო რომ ის არც არავის არ უყიდია ის უფასოდ მივიდა კლუბში და იყიდეს თან ძალიან ძვირად სწორედ პოლ პოგბა გეტყვით იმასაც რომ დღეს გადაცემაში 22 საათზე სპორტ 360-ში, სპორტი 360 გრადუსით, უпроსწორად ჩვენ გვექნება ფილმი ქართველ მორაგბეებზე, სადაც თქვენ უფრო ახლოდან გაიცნობთ მათ, რაც ჩემი აზრით ფილმის ერთ-ერთი ყველაზე უფრო კარგი მხარეა, ასევე საშუალება გექნებათ ნახოთ თუ როგორ ემზადებიან ისინი ტესტ მატჩებისთვის და რა თქმა უნდა საუბარი იქნება ქართული რაგბის მომავალზეც. მე ამ კადრებით აგემშვიდობებით შევხვდებით ხვალ. აი შოტლანდიასთან მემული 70-30 წელი. Ჩვენ ყველა კიდევ ვიყენებს. არ ორი დავწერო. Get our numbers right. One tackle, one man make a decision. One tackle, one man make a decision. ერთი ბოჭავი და ერთმა გადაწყვეტილება მიიღო, სანი თამაშოს ან დარჩეს გარეთ. ან მაგაზე ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ვერ ვიარჩევთ. Clearly in our heads, this is what we want to practice today. If we go to our captain's run through these things. Mamu, our drivers, 9s and 10s, 15s. Go through the systems, finish this, half an hour, boom, done. სისტემები გავიაროთო, ნახევარ საათში დავამთავროთო, როგორც ვაკეთებ ისე მოვჩებთ. I'm a big believer that when you're off the field, you don't. მე ღრმად წამს რომ როდესაც მოედანზე არ ხარ, დიდად თამაში კონცენტრირებული არ უნდა იყო. თუ კი თამაშზე ძალიან ბევრს ფიქრობ, ამას ენერგია მიაქვს. საბოლოო ჯამში ნერვიულობ და აფორიაქებული ხარ. ეს ბევრ ენერგიას გახარჯულებს. რა თქმა უნდა, კონცენტრაცია უნდა მოახდინო, როდესაც დრო მოვა. ჯერ რომ როდესაც ხუთშაბათი მოდის, ყველა თამაშზე იწყებს პიკს. მაგრამ როცა ბუსებს გაიხდი, უკვე თავისუფალი დრო გაქვს. კიდე თუ არ გიც. შემოდი ხარ? ამის მე ვარ. ამაში მე შემოვალ შენ. აი თქვენ ისი თამაშეთ. და ის მოგიდობთ. მე მითმობს. კოჭოს არ უნდა. უთმო? მე ბიჭო მოდი. აბა არ მიდეთ თამაში. მაშინ შევალთ ეხლა. არა. ვაიმე! ეს რა დაინახა ჩემთვალი. თამაში თუ არის მაგას ჯოს. აი არ დავისწავლოდიო რა. ოჩო ვიცა გორო რა. რაცა ვიცა. შენგარში შეძა. შეძა და ნული წავა. რა უჩათო წაგე? არ მიკაჩო. არა სამინდას არ იყო ხო. ორი თოლი იყო ასე რა. ვერ მიკაჩავი რა. მოუგე? სამის ნული. რამ პამ პამ.